ნათელია რომ აი ეს მონდროს დოქტრინა არ არის შემთხვევითი რა. მონდროს დოქტრინა მინდა შეგახსენოთ ეს იყო ამერიკის სტრატეგია პირველ მსოფლიო ომამდე. ეს იყო ის სტრატეგია რომელმაც უზრუნველყო ის რომ ამერიკა არ ჩართულიყო დიდ სამხედრო კონფლიქტებში. კი, მაინც ჩაერთო რა საბოლოოდ ბოლოს 17-ში ხო. მაგრამ ჩაერთო როგორც გამარჯვებული. და ბენეფიტები მიიღო ბევრი. ორივე მსოფლიო ომისგან, რომელიც მეორე მსოფლიო ომი მეტნაკლებად შეეხო თვითონ პერლ-ჰარბორს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მაინც ტერიტორიულად მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა ამერიკის მიღმა, ხო? ამერიკა მაინც ის გახდა, გამარჯვებული გახდა და არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ მან ესე იგი გაიმარჯვა ომი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლავრი სახელმწიფო. ეხლა ამ პოლიტიკური კრიზისის დროს ძალიან ესეთი გასაგები მოდელი არის ის, რომ ამერიკა ელოდება დიდ ომს სხვაგან. იქნება ეს ევროპაში, იქნება ეს აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში თუ ასე შემდეგ. და ის მან უნდა დაიცადოს იქამდე სამდე ის გაძლიერდებას. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ გრენლანდიის ლოგიკას. გრენლანდია, აი რო ავიღოთ ჩილდ პოლუსი, ჩილდ პოლუსის რუსეთის მხარე დნება და იმის მხარე რა ქვია ამერიკის და კანადის მხარე არის ჯერჯერობით. ჯერ არ დნება. და ჩდება ახალი გზები, უფრო მოკლე გზები ჩდება და ნათელი არის რომ 10 წელიწადში ეს გზები ამ გზებით უკვე თბილ ზღვებზე აღარ გაივლის, ანუ იმ გზებზე აღარ გაივლის, სადაც ამერიკის კონტროლია. და რასთავარი, უფრო იაფი იქნება ეს პროდუქცია, იმიტომ რომ უფრო მარტივად ჩინეთიდან სევერნი მარსკოი პუცი ეგრე ქვია, პირდაპირ მურმანსკში ჩავდა, იქიდან ევროპაში, კი ბატონო. ეს ერთი მხრივ, ნახეთ, ერთი მხრივ ეს არის ის, რომ ამერიკას ერთი მხრივ უნდა ის, რომ თავის ნახევარსფეროს ფლობდეს, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ აი ეს პროექტი მას სერიოზულად უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, გრენლანდიის საკითხი ეს არის უახლოესი 1 წლის ხო, თვითონ ესე რა ქვია, საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყვეტა. ფაქტია, რომ ის რაც ტრამპი ამბობს, რომ 130,000 თუ 150,000 იყო, რომ თითოეულ გრენლანდიას მიუცემ იმ შემთხვევაში. ესე იგი პროცედურულად ესე არის, რომ გრენლანდიამ ესე იგი ჯერ უნდა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და შემდეგ უკვე უნდა შეუერთდეს ესე იგი შეერთებულ. და ეს არ იქნება თანამედროვე დასავლური აჯენდის სიკვდილი რა. იქნება. ოღონდ მოდით ლოგიკა დავინახოთ. ამერიკა ხედავს, რომ ამ სიმძიმეს რაც აქამდე მან შექმნა, ვერ ატარებს. ამიტომ მოდი ჩვენ შევუწყოთ ხელს იმას, რაც ჩამოსაშლელია. ისე ჩამოშალოთ, რომ როგორც საბჭოთა კავშირი ჩაყვა, ისე ჩვენ არ ჩავყვეთ და ჩაყნეს, კაი, პოლონეთი ჩაყვეს, რა ვიცი, ის გერმანია ჩაყვეს, კი ბატონო, მაგრამ მე არ უნდა ჩავყვე ამ იმაში. სადაც შემიძლია რომ გამოვიდე და სადაც შემიძლია რომ გამაგრდე. ამიტომ გამოდის აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ყველა აი სადაც ფეხებზე კიდია. ეს გაერო იქნება თუ ეს გაერო ღიად პატივს არცევს, ღიად აბსოლუტურად. ეს ვენეციის კომისია იქნება. ვენეციის კომისია დაიკიდა ფეხებზე, ხო? და ეს ძალიან ისეთი მომენტია, რომ ნათელია რომ ხდება გამაგრება ამერიკის თავის ნახევარსფეროში და მოლოდინი და მეორე მხრივ ამერიკის სტრატეგია იქნება მოლოდინი, რომ დიდი სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს.